ღამის განმავლობაში თოვდა მაღალმთიან აჭარაში, ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 80 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სანტიმეტრია. გზის გაწმენდა დილიდან განახლდა. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელი მონაკვეთები, ხოლო შემდეგ უკვე შიდა სასოფლო გზები იწმინდება. მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილებით გადაადგილება არის შეზღუდული. 24 საათის განმავლობაში ინტენსიურად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, მობილიზებულია როგორც საგზაო დეპარტამენტის სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი, ასევე მუნიციპალიტეტის სპეცტექნიკა და ადამიანური რესურსი. შუქი ამ დროისათვის მიეწევდება მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს. ჩვენ ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, 24 საათის განმავლობაში მუშაობას საიმისოდ, რომ ნაკლები გამოწვევები გქონდეს ჩვენს მოსახლეობას. ვფიქრობთ, რომ ხვალ დღის ბოლომდე ყველა სოფლის მიმართულებით გზა იქნება სრულად გახსნილი. ბუნებრივია ამ დროისათვის რეკომენდირებული არის მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავებით გადაადგილება ჩვენი მძღოლებისათვის.